მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია დრო, გადაცემით პოლიტიკის დრო. მე ჟურნალისტი და პოლიტოლოგი მალხაზ გულაშვილი, გადაცემის სამყარო და ჩემი სტუმარი ამჟამად გახლავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი სოსო ბარათაშვილი. მოგესალმებით ბატონო სოსო, რომელიც ასევე გახდათ საქართველოს უზენაეს საბჭოს წევრი, რეგიონალური კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც იყო კანონიერი ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი. და მას შემდეგ ბევრმა წლებმა განვლო და შეიძლება ითქვას, რომ ამ გადასახედიდან ის დრო ჩანს უფრო სხვანაირად, უფრო რომანტიკულად, უფრო ჰეროიკულად და სამწუხაროდ საქართველოს მაშინ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საქართველოს კანონიერი ხელისუფლება დაამხო სამხედრო გადატრიალების გზით, რასაც მოყვა საქართველოს რღვევა, შლა, ძმათამკვლელი ომები, სამოქალაქო ომი, თბილისის გრევა, განადგურება, რამაც დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, რომელიც სამწუხაროდ მოჯადოებულ წრეში ტრიალს უფრო გავს, ვიდრე წინსვლას. საქართველოს იმ აუბედითი პერიოდის შემდეგ წელში ვერ გაიმართა და მიუხედავად მცდელობებისა, რაღაც ციკლური ჯადო აქვს საქართველოს, რომელიც ერთი და იგივე ორმოში ვარდება მუდმივად და ეს ყველაფერი სამწუხაროდ მოხდა მას შემდეგ, რაც კანონიერი ხელისუფლება დაემხო. მე ამ თემას იმიტომ ვეხები, რომ აი ზუსტად ცოტა ხნის წინ საქართველოს აღნიშნა ის ბრწყინვალე გამარჯვება, რომელიც 31 მარტს იზეიმა საქართველოს. მაშინ საქართველოს იყო ერთიანი, მთლიანი და აფხაზეთშიც და ცხინვალშიც საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა მისცა უამრავმა ადამიანმა. მე ზუსტად ამ თემით მინდა ბატონ სოსოსთან დავიწყო საუბარი. მოგესალმებით ბატონო სოსო, კეთილი იყოს თქვენი ფეხით ტელეკომპანიაში. მოგესალმებით ბატონო მალხაზ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, კეთილი იყოს ნამდვილად ჩემი ფეხით თქვენს სტუდიაში. თქვენი დასმულ შეკითხვაზე მინდა გავცე პასუხი და მოვიგონო 1991 წლის 31 მარტი და ის მოვლენები, რომელიც წინ უძღოდა რეფერენდუმს. გარდა ამისა, 31 მარტი გახლავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბატონი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, ესეც მინდა აღვნიშნო და მოვიგონოთ ბატონი ზვიად გამსახურდიას. რაც შეეხება ვერთდები თქვენს მოგონებას. რაც შეეხება 31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობას საქართველოს უახლესი ისტორიისათვის, მე ვფიქრობ, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ დღეს, ამ რეფერენდუმს. რეფერენდუმის თაობაზე სხვათა შორის იმ პერიოდში იყო გარკვეული ასთა სხვადასხვაობა. იყვნენ ძალები, რომლებიც ეს იყო არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომლებიც აცხადებდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის თაობაზე აზრი უკვე არაერთგზის არის გამოთქმული საქართველოს ისტორიაში და ამას არ ჭირდება დამატებითი, ასე ვთქვათ, მტკიცება, რომ საქართველოს უნდა იყოს დამოუკიდებელი და არავით არის საჭირო. ეს არის ზედმეტი, ასე ვთქვათ, პროცედურა 31 მარტის რეფერენდუმი, რომელიც გარკვეულ რისკებთანაც არის დაკავშირებული. მაგრამ ზვიად გამსახურდია მიიჩნია, რომ ეს რეფერენდუმი იყო აუცილებელი, ვინაიდან ძალზე დიდი დრო იყო გასული მას შემდეგ, დაახლოებით 70 წელი, რაც საქართველოს დაკარგა თავისი დამოუკიდებლობა, მოხდა ქვეყნის ოკუპაცია და საერთაშორისო საზოგადოებისათვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო იმის ჩვენება და დაფიქსირება, რომ ქართველი ერი და მთელი საქართველოს მთელი მოსახლეობა მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებლობას. მათ შორის, ესე იგი, იმ პერიოდში კიდევ დაგეგმილი იყო სხვადასხვა საკავშირო, ანუ საბჭოთა კავშირის მასშტაბის რეფერენდუმები, რომელიც ასე ვთქვათ, მიზნად ისახავდა იმას, რომ დაფიქსირებული იყო საბჭოთა კავშირის ერთიანობის იდეა და შემდეგ მომხდარიყო რეანიმაცია, ასე ვთქვათ და ასე ვთქვათ, კომუნისტური მმართველობისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, ესე იგი, ძალზე მნიშვნელოვანი იყო ეს იმ თვალსაზრისითაც, რომ მოსახლეობა უნდა დაენახა ცოცხლად, ასე ვთქვათ, ყველას თუ როგორ აქტივობას გამოამჟღავნებდა იმ პერიოდში მოსახლეობა. 31 მარტის რეფერენდუმი, ვინც შეესწრო და მოესწრო ამ რეფერენდუმს, დამეთანხმება, რომ ეს იყო წარმოუდგენელი აქტივობა იმ დღეს, არა მხოლოდ ქართულ მოსახლეობაში, არამედ არაქართულ მოსახლეობაშიც
მე ვიყავი იმ დღეს აზერბაიჯანულ რაიონებში, სოფლებში, მახსოვს როგორი ენთუზიაზმით მიდიოდა ხალხი ურნებთან, შემდეგ მოხდა დათვლა აბსოლუტურად ობიექტურად ყველაფრის და აღმოჩნდა რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ცხინვალის რეგიონშიც, აფხაზეთშიც 90%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი, მოსახლეობის 90%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას და შემდეგ რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე მოხდა 91 წლის 9 აპრილს უკვე დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადება. მანამდეც იყო, ესე იგი ეს დავა იმის თაობაზე, უნდა მომხდარიყო თუ არა, უნდა წასულიყო თუ არა გარკვეული ძალები ეროვნული მოძრაობისა იმ არჩევნებზე, საქმე ეხება 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც დანიშნა იმდროინდელმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ, იყო გამოთქმული აზრი, რომ მკვდარი განხორციელებული იყო ბოიკოტი, ჩატარებული იყო პარალელური არჩევნები. დემოკრატიული პარტია აქტიურად ჩატარდა კიდევაც პროპაგანდირებდა ბოიკოტს. საქმე ის გახლავთ, რომ დღევანდელი გადასახედიდან უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და იმ დროსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ლეგიტიმურობის საკითხს. ლეგიტიმურობა ფაქტობრივად მომდინარეობდა, უნდა მიეღოს ზედგამსახურდიას და იმ დროინდელ ეროვნულ ხელისუფლებას ლეგიტიმურობა ყველა რგოლიდან, ყველა იმ ხელისუფლებიდან, რომელიც არსებობდა 1921 წლამდეც და 21 წლის შემდგომაც და სწორედ შემდგომში, როდესაც გამოცხადა დამოუკიდებლობის აქტში სწორედ ჩაიწერა ის, რომ 1918-21 წლის კონსტიტუციას ეფუძნება ეს ყველაფერი, ხოლო თვითონ კომუნისტების მიერ დანიშნული არჩევნებში გამარჯვება ეს იყო დამატებითი ლეგიტიმურობის მიღება და ფაქტობრივად ეს იყო გამაერთიანებელი მომენტი იმ პერიოდისათვის. იმაჩნია, რომ ეს იყო უაღრესად სწორი გადაწყვეტილება. ბატონო სოსო, ხომ არ იყო ეს რეფერენდუმი ერთგვარი წინადგრძნობა იმისი, რომ საქართველოს დაშლა მოყვებოდა, ცდელობა მოყვებოდა ჩრდილოეთ მეზობლიდან, ამის ცდელობა იქნებოდა, რაც შემდეგ სამწუხაროდ განხორციელდა. მე ვფიქრობ, რომ ეს რეფერენდუმზე გამოიხატა მოსახლეობის ნება. მათ შორის ცხინვალშიც და აფხაზეთშიც. ის რომ არსებობდა მუდმივი საფრთხე, ეს არის ფაქტი. ამას ჩემის აზრით არანაირი წინაგრძნობა არ ჭირდებოდა. ეს იყო რეალურად შეგრძნობადი, ასე ვთქვათ, საფრთხე. და ამ საფრთხეს საქართველო დაუპირისპირდებოდა და გაუძლებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთელი მოსახლეობა იქნებოდა კონსოლიდირებული და ფაქტობრივად შიგნიდან არ მოხდებოდა გახლეჩვა. გარდა ამისა, თვითონ ეროვნული ხელისუფლება დღევანდელი გადასახედიდან ეს ძალიან კარგად ჩანს, რომ აღმოჩნდა ძალზე ბევრი ურთულესი პრობლემის წინაშე. კერძოდ ის, რომ იყო გარდამავალი პერიოდი, ფაქტობრივად იყო განუსაზღვრელი, ესე იგი, ის მომენტი, რა ურთიერთობა, რა დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო კრემლთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მაშინ ტელეკომმაყურებელ შევახსენებ, რომ საბჭოთა კავშირი იყო ჯერ კიდევ. ერთის მხრივ იყო გამოცხადებული დამოუკიდებლობა, მეორის მხრივ არსებობდა საბჭოთა კავშირი და საერთაშორისო საზოგადოება ფაქტიურად არ აღიარებდა და არ ცნობდა რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ეს იყო ძალზე რთული გარდამავალი პერიოდი. მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვა, რომ იმ პერიოდში არ ყოფილა არანაირი კრიზისი, ასე ვთქვათ, რომელიც შემდგომ უკვე ხელისუფლების დამხობის შემდეგ დაიწყო. ჩვეულებრივად ცხოვრობდა მოსახლეობა, ფაქტობრივად იყო ელექტროენერგიაც, იყო გათბობაც, იყო პროდუქტიც, წარმოებაც და გარდა ამისა, უნდა ვთქვა, რომ წარმოებები მუშაობდნენ, ქარხნები, ფაბრიკები მუშაობდნენ. გარკვეულ დონეზე საქართველოს ხელისუფლება ახერხებდა ასე ვთქვათ, ურთიერთობის ჩამოყალიბებას რუსეთის ხელისუფლებასთან. მაგალითისთვის უნდა ვახსენო, როგორ ჩამოვიდა ელცინი მაგალითად ყაზბეგში და ურთულესი პერიოდი იყო, როდესაც გაუქმდა სამხრეთ ოსეთის ავტონომია
ამის შემდეგ იყო იქ დაძაბული ვითარება, ჩამოვიდა ელცინი ყაზბეგში, შეხვდა პრეზიდენტ გამსახურდიას და მოაწერეს მათ ხელი მემორანდუმზე, სადაც ფაქტობრივად აღიარებული იყო, რომ ეს არის საქართველოს შიდა საქმე და საქართველოს მიერ გადასაწყვეტის საქმე და ეს იყო გარკვეული მეგობრული ნაბიჯი. ასევე მახსოვს ზვიად გამსახურდია იყო ჩასული მოსკოვში ინაუგურაციაზე, დაესწრო იქ ელცინის ინაუგურაციას. აქედან გამომდინარე, ესე იგი ხაზს უსვამდა საქართველოს ხელისუფლება, რომ რუსეთთან ურთიერთობა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. პრობლემა გახდათ საბჭოთა კავშირი, თვითონ საბჭოთა კომუნისტური ხელისუფლება და მისი ელიტა ამ შემთხვევაში. შემდგომში უკვე მოვლენები განვითარდა იმგვარად, რომ დაიწყო გარკვეული განხეთქილების პროცესი. ეს საქართველოში. ხომ არ იყო ეს პროვოცირებული? გარე ძალებიდან. მე ვფიქრობ, რომ პროვოცირების ელემენტი ძალზე დიდი იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ თუ შევხედავთ, თუ დასაკვირველია დაფინანსებული იყო და მე მგონი გამოქვეყნდა არაერთხელ თუ როგორ ხდებოდა ამის დაფინანსება, როგორ ხდებოდა ორგანიზება ამ ყველაფრის და ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, მაგრამ მე სხვა მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ფაქტობრივად ეროვნული იდეა და ეროვნული იდეოლოგია გაუგებარი აღმოჩნდა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირისათვის, არამედ დასავლეთისთვისაც. მათ ეს აღიქვეს როგორც ნაციონალიზმი ულტრარადიკალური გამოვლენებით. სინამდვილეში არავითარი ნაციონალიზმის ასეთი გაგებით მატარებელი ზოგადად გამსახურდი არ ყოფილა, არც მისი ხელისუფლება ყოფილა. აბსოლუტურად წყნარი ვითარება იყო აფხაზეთში, არავითარი დაძაბული ურთიერთობა არ არსებობდა ეთნიკურ უმცირესობებთან, აზერბაიჯანელებთან, სომხებთან, ბერძნებთან და ასე შემდეგ. ერთადერთი დაძაბული კერა იყო ცხინვალში. ეს კერაც შეიქმნა იმის გამო, რომ მათ გამოაცხადეს თავიანთი დამოუკიდებლობა იმ პერიოდში და ამას მოყვა სწორედ ავტონომიის გაუქმება და იქაც ფაქტიურად მიდიოდა ვითარება დალაგებისაკენ. ამიტომ ის სახელმწიფო გადატრიალება თუ კანონიერი ხელისუფლების დამხობა, რომელიც განხორციელდა 91-92 წლებში, ეს იყო უდიდესი ზიანის მომტანი ქვეყნისათვის. ფაქტობრივად ათეული წლებით დაიწია უკან საქართველოს, მის შედეგებს დღესაც სიმკის ქვეყანა დაუპირისპირდა ერთმანეთს ადამიანები, ოჯახები, მეგობრები, ძალიან ბევრი ნათესავები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ოჯახის წევრები, ამან გამოიწვია ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, კონტროლო გასამხედროებული შეიარაღებული ფორმირებების წარმოქმნა, შემდეგ იყო დანაშაული ცხადია აფხაზეთში შესვლა, თითქოს და წესრიგის დამყარების მიზნით, მაგრამ სინამდვილეში ეს ცხადია პირველ რიგში ემსახურებოდა იმას, რომ კანონიერი ხელისუფლებას, ესე იგი ხარდამჭერი კერები ჩაეხშოთ პირველ რიგში და შემდეგ, ესე იგი ძალით ის ძალები, რომლებიც თვითონ უკანონო იყო, ასე ვთქვათ, დაეთქვუნათ იქაური მოსახლეობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, ესე იგი, ამ ყველაფერმა საქართველოს დაწია უკან ძალიან დიდი ხნით, ასე ვთქვათ. ეს კრიზისი და ეს ვითარება იყო გამოსწორების მცდელობა არაერთხელ, იყო პარლამენტის დადგენილებები, იყო შემდგომში გარკვეული აქტები, ამინისტიები და ასე შემდეგ, მაგრამ დღესაც არ არის სამწუხაროდ ეს შედეგები აღმოფხვრული ეს პირდაპირ მეთქვით. მადლობთ. რა შეცდომა დაუშვა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ, რომელიც შეცდომის საფუძველზეც პრინციპში მის ხელისუფლებას წერტილი დაუსვეს. როგორც მე მახსოვს, ნიქსონმა გამსახურდიას თუ ბეიკერმა არა ბუშმა გააკეთა განცხადება, რომ ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. ამას მოყვა საქართველოში ოპოზიციის გააქტიურება, ეროვნული კონგრესის გააქტიურება, რამაც შემდეგ გამოიწვია გააქტიურება კიტოვანისა და მხედრიონის, რამაც საბოლოო ჯამში სამხედრო გადატრიალებამდე მიიყვანა ქვეყანა. დიახ, აქ რამდენიმე მომენტზე შეიძლება ყურადღების გამახვილება. პირველი, ალბათ დღევანდელი გადასახედიდან უმჯობესი იქნებოდა ალბათ, რომ როგორც კი გამოცხადა დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს,
მაშინვე მომხდარი იყო შემოდგომაზე არჩევნების დანიშვნა. სხვათა შორის მე ვიყავი ერთ-ერთი მომხრე და გავავრცელეთ კიდევაც ეს ინფორმაცია. უმჯობესი იქნებოდა რომ ტრადიციონალისტთა კავშირმა მაშინ განცხადება გააკეთა 16-ში რომ ჩვენ მომხრე ვართ ახალი არჩევნების, რასაც მოყვა აკო კეასატიანის აქტიურად პრესში გატარება გვალი მაგიდის მხრიდან. და კონკრეტულად ზუსტად გამსახურდა ეს მხრიდან. არადა მაშინ ერთადერთი სწორი გამოსავალი ეს იქნებოდა სწორი გამოსავალი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობა გამოცხადა, აქ არ იყო საჭირო ჩემი აზრით საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა და ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლა. ზუსტად გამსახურდია იყო იმ დროს უპირობო ავტორიტეტი, ეს იყო ქვეყნის ლიდერი, მას არ ჭირდებოდა იქ არავითარი თანამდებობა. რომ დანიშნულიყო შემოდგომაზე არჩევნები და ზუსტად გამსახურდია საერთოდ არ მიიღო მონაწილეობას, ის იქნებოდა მე დარწმუნებული რომ დღესაც ცოცხალი იქნებოდა ის და გარდა ამისა ის იქნებოდა უპირობო ავტორიტეტი და არანაირი კატაკლიზმები შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ დიდი ნაწილი იქნებოდა თავიდან აცილებული. მეორე ფაქტი ეს გახლდათ 1991 წლის აგვისტოს პუტჩი მოსკოვში. აქ დღევანდელი გადასახედიდან სრულიად ნათელია და ეს უწერია სხვათა შორის ერთ-ერთ თავის წიგნში ზბიგნევ ბზეჟინსკის, რომ იმ პერიოდში ჯორჯ ბუში, ამერიკის უფროსი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჩასული იყო კიევში და მან გააკეთა განცხადება ამ პუტჩამდე რამდენიმე დღით ადრე, რომ საბჭოთა კავშირი უნდა შენარჩუნებულიყო და ეს ბიზნეს განვითარებაში, ან ეკონომიკის განვითარებაში სხვადასხვა რესპუბლიკას ამერიკის შეერთებული შტატები გაუმართავდა ხელს და დაეხმარებოდა. ანუ ამერიკის პრეზიდენტს მიაჩნდა საბჭოთა კავშირი დაახლოებით იმგვარ წარმონაქმნად და იმგვარ სტრუქტურად, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ზბიგნევ ბზეჟინსკი უმკაცრესად აკრიტიკებს, ესე იგი ბუშის ასეთ მიდგომას, ასეთ გადაწყვეტილებას. შემდეგ მოხდა აი ეს პუტჩი. არის ესე იგი ამ პუტჩის შემდეგ უაღრესად სწრაფად იმავე დღეებში ფაქტიურად ცნეს ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობა. ზუსტად გამსახურდია ამ შემთხვევაში იყო მეტისმეტად ღია, ესე იგი მისთვის მიუღებელი იყო ყველა ის ქმედება, რომელიც საქართველოს ინტერესების გარეთ ხდებოდა და საქართველოს დამოუკიდებლობის კი არ ემსახურებოდა, არამედ კვლავ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დატოვებას. მან გააკეთა იმ პერიოდში განცხადება, რომ ეს არის თამაში თავსმოხვეული და ამაში ის მონაწილეობას არ მიიღებს, ეს იყო შესაძლებელი აპოლიტიკური განცხადებაც, რასაც მოყვა შემდგომში ცნობილი გამონათქვამი, რომ ეს ადამიანი მდინარის დინების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. შემდგომში ეს უკვე ტალღა ეს იყო ფაქტურად მწვანე შუქი მის საწინააღმდეგო მოქმედებისათვის. შემდგომში უკვე დაიწყო პროტესტების ტალღა, ეს ტალღა ჩემი აზრით რა თქმა უნდა გარედან იყო თავსმოხვეული. თუმცა ბატონ ზვიად შეეძლო გაენეტრალებინა არჩევნებით. ამას ვამბობ მე, რომ მაშინ სასწრაფო რეაგირება იყო საჭირო, იყო არჩევნების დანიშვნა კვლავ საჭირო, მაგრამ ეს არ გაკეთდა და ცხადია რომ ეს იყო გარკვეულწილად დამაჩქარებელი მთელი ამ მოვლენების. ძალიან რთული იყო იმ პერიოდში ამის დანახვა, იყვნენ ძალები ცხადია თქვენს ბრძანეთ, რომლებიც ხედავდნენ ამას და აცხადებდნენ რომ ჯობია რომ ეხლა მოხდეს დანიშვნა, რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება რომ გადავიტანოთ, გადავაგოროთ ეს ვითარება, კრიზისი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, თუმცა ყველაფერი ეს არავითარ საფუძველს არ იძლეოდა რომ გასროლილიყო თოფი და მომხდარიყო სისხლისღვრა მთელ საქართველოში, ჯერ რუსთაველზე, თბილისში, ხოლო შემდეგ უკვე საქართველოს მასშტაბით ეს გადაიზარდა მერე უკვე ომში და ფაქტობრივად ქვეყანა დაინგრა ყველაფერი ამის შედეგად. აი ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობთ, არ უნდა დადგეს პერიოდი, რომ ვინც აი ამ უბედურებაში და ქვეყნის დაქცევაში მონაწილეობა მიიღო, მათი შეფასება არ უნდა მოხდეს ადრე თუ გვიან? რასაკვირველია, ეხლა ის იყო მცდელობები, როგორც მოგახსენეთ, რომ პარლამენტს მიეცა გარკვეული შეფასება. ჯერ კიდევ 99 წელს იყო ერთ-ერთი ასეთი მცდელობა, შემდგომში უკვე 2004 წელს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ზედაპირული, ასე ვთქვათ, რაღაც კოსმეტიკური შეფასებები ამ ყველაფრის. ხო, მაგრამ ხო არ დადგა, აი ეხლა ხო არ არის, დღეს ხო არ არის ამის დრო, რომ ის დამნაშავეები, ვინც აი ამ უბედურებაში, საქართველოს დაქცევაში თითო აგური დადეს, მათ პასუხი მოეთხოვოს დღეს. პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ არის
პოლიტიკური შეფასება საფუძვლიანი მისაცემი, უნდა იქნას მიღებული სპეციალური კანონი, უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც იქნება როგორც მეცნიერებისაგან, ისე პოლიტიკოსებისაგან დაკომპლექტებული იურისტებისაგან, რომლებიც ძირფესვიანად შეისწავლის ამ საკითხს, უნდა იყოს უცხოელებიც მოწვეული ამ ყველაფერში, უნდა იყოს ობიექტური შეფასება და ეს უნდა იყოს პოლიტიკური შეფასება, რომელიც იქნება დაბალანსებული და ობიექტური. ამის შემდეგ თუ როგორ ზომებს მიიღებენ იმ ადამიანების მიმართ, ჩემის აზრით ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, ესე იგი ერმა უნდა იცოდეს არა ზომების მიღებას ახლა აზრი არა აქვს, უბრალოდ ხალხმა უნდა იცოდეს შეფასება უნდა ქონდეს ვის რა წვლილი აქვს ქვეყნის დაქცევაში მიღებული. ამაში აბსოლუტურად ეს უნდა იყოს დაფიქსირებული. აბსოლუტურად გეთახმებით, რომ პოლიტიკური შეფასება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. არ იყო დანაშაული ცხინვალის ავტონომიის გაუქმება? დანაშაული კი არა, უფრო შეცდომა. მოგახსენებთ ამის შესახებ, ეს არის უაღრესად რთული საკითხი და რთული პრობლემა. მოგახსენებათ, რომ ავტონომია იქნა შექმნილი 1922 წელს. თვითონ, როდესაც მე ძირფესვიანად შევისწავლე ამ ავტონომიის შექმნის, ასე ვთქვათ, ისტორია და პერიპეტიები, ეს ავტონომიის შექმნის იმ დროსაც იყო ძალზე რთული ვითარება. ეს არ იყო, ესე იგი, ერთი ხელის მოსმით გაკეთებული საკითხი. მოგეხსენებათ, 1920 წელს იყო ძალზე სერიოზული დაპირისპირება, ვინაიდან იქ ვალიკო ჯუღელი რომ შევიდა და აქტიურად გაანადგურა ოსური მოსახლეობა საბჭოთა რუსეთს, ასე ვთქვათ, ამას მოყვა შესაძლებელია ძალზე არაადეკვატურად კაცრი ნაბიჯი ამ ეროვნული გვარდიის მხრიდან, ამის თაობაზე აქვს რეზო გაბაშვილის თავის მოგონებაში აღწერილი, რაც მახსოვს. და შემდგომში უკვე როდესაც ბოლშევიკები დაიპყრეს ესე იგი საქართველოს, იქაც იყო ძალზე სერიოზული განშა და იქიდან იყო მოთხოვნა, ასე ვთქვათ, რომ ჩვენ ხარს გიჭერდით ამ ბოლშევიზაციაში, ისინი აცხადებდნენ ოსური მოსახლეობის წარმომადგენლები და ახლა გვინდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ან ჩრდილოეთ კავკასიასთან, ჩრდილოეთ ოსეთთან შერწყმა, ასე ვთქვათ. და იყვნენ ნაციონალ-უკლონისტები, ასეთი ხალხი იყვნენ, რომელიც აცხადებდნენ, რომ არ უნდა მივცეთ ავტონომია და შემდეგ გამოინახა კონსენსუსი და ეს ავტორი, ერთ-ერთი ავტორი სტალინიც იყო, როგორც მახსოვს, რომ დარქმეოდა ამას სამხრეთ ოსეთის ავტონომია. მე ვფიქრობ, რომ სამხრეთ ავტონომიური ოლქი დიახ. მე ვფიქრობ, რომ ამ სახელწოდებაში იყო უდიდესი შეცდომა თვითონ. თვითონ სამხრეთ ავტონომიურ ოლქში კი არ იყო იმდენი შეცდომა, არამედ შეცდომა იყო იმას, რომ ამას დაერქვა სამხრეთ ოსეთის, იმიტომ რომ ეს სამხრეთ ოსეთის ტერმინი მოიცავდა თვითონ უდიდეს საფრთხეს და რომელიც შემდგომში, ასე ვთქვათ, აგვიხდა კიდევაც. როდესაც დადგა ეს საკითხი, ამ საკითხს რა უძღოდა წინ 1990 წლის შემოდგომაზე, ასე ვთქვათ, ამას უძღოდა წინ ის, რომ იქ გარკვეულმა ძალებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა ცხინვალის. ცხადია, რომ უფრო სწორი იქნებოდა, რომ მომხდარიყო, ასე ვთქვათ, პასუხის გაცემა უზენაესი საბჭოს მიერ, რომ ეს არის არავითარი იურიდიული ძალა ამ აქტს არ გააჩნია და შესაბამისად, ესე იგი, ეს ამას არ ვცნობ და ასე შემდეგ და გაგრძელებულიყო ცხოვრება ჩვეულებრივად. მაგრამ აქ დადგა საკითხი შემდეგნაირად, რომ იქ იყო საკმაოდ დიდი ძალები, ეს არ ეხებოდა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს ხომ უკანონოდ შეიქმნა ეს ავტონომიური ოლქი და ეს უკანონო წარმონაქმნი უნდა იქნას გაუქმებული. მაგრამ სამწუხაროდ არ იქნა გათვალისწინებული ის საფრთხეები, რომელიც მოყვებოდა ამას ყველაფერს. რა თქმა უნდა, კატალიზაცია ამის მოახდინა კვლავ 91-92 წლების გადატრიალებას. ვახსენეთ ზეგან ელცინის ჩამოსვლა, ეს შესაძლებელი იყო, ეს საკითხი დარეგულირებული იყო მშვიდობიანადაც, ასე ვთქვათ, ვინაიდან იმ დროს რუსეთის ხელისუფლებას თავისი პრობლემები ჰქონდა და შეიძლებოდა რაღაც ხელშეკრულებრივ მორიგებამდე ამის მისვლა, მაგრამ ამ გადატრიალებამ ეს საკითხი ფაქტობრივად დღის წესრიგიდან მოხსნა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ გავაგრძელებთ ცოტა ხანში ჩვენს გადაცემას, ახლა კი რეკლამა ტელეკომპანია დროში.